რუდოლფ შტაინერი. სახარება მათესგან მეათე თავი. ბოლო ლექციაში დავაზუსტეთ, რომ ქრისტეს მოვლინება კაცობრიობის ევოლუციაში ნიშნავს ადამიანის მესმიერ იმუნარის თანდათანობით შეძენას ძველ მისტერიებში ცნობიერების დაბინდვის ფასად რომ მიიღწეოდა. ესე იგი, ძველ მისტერიებში ცნობიერების დაბინდვის ფასად მიიღწეოდა. უკეთ რომ ვთქვათ, ძველ სკოლებში ადამიანს ეძლეოდა სულიერ სამყაროში ცათასასუფეველში ამაღლების შესაძლებლობა, მაგრამ იმ თავისებურებათა გამო, რომლებიც ერთგვარად დაკანონებული იყო ქრისტიანული წარსულის ნებისმიერ ევოლუციაში, ადამიანი ვერ შედიოდა სულიერ სამყაროში ისე, რომ მისი ადამიანური მეს ჭეშმარიტი არსი შენარჩუნებულიყო იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი ფიზიკურ გრძნობად სამყაროში არსებობს. მოდით მკვეთრად გავმიჯნოთ ადამიანის სამშვიდველის ეს ორი მდგომარეობა. პირველი მდგომარეობა გამოღვიძებიდან დაძინებამდე, რაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის კარგადაა ცნობილი. ამ მდგომარეობაში ადამიანის მე ფიზიკური სამყაროს საგნებს აღიქვამს. სამშვიდველის მეორე მდგომარეობაში ცხადიერი ცნობიერება დაბინდულია, მეს მოღვაწეობა შეზღუდული. ძველი მისტერიების მოწაფის სამშვიდველი სულიერ სამყაროში ამაღლების ჟამს სწორედ ამ მეორე მდგომარეობაში იმყოფებოდა. იოანე წინამორბედისა და თვით ქრისტე იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, რათა კაცობრიობას მიეღო იმპულსი შემდგომი ევოლუციისთვის და ნორმალური მეცნობიერების დაუბინდავად შეძლებოდა სულიერი სამყაროს შემეცნება, ცათასასუფეველი დედამიწაზე უნდა დაშვებულიყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ სახარების მოთხრობებში რეპროდუცირებულია ძველი მისტერიების წესჩვეულებები და ყველა ის პროცედურა, რომლებსაც გადიოდა ხელდასხმის მოწაფე, ანუ მომავალი ხელდასხმული. მაგრამ ამასთანავე ყოველთვის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კიდევ რაღაც ახალი, აქამდე უცნობ დეტალებზეც მიგვეთითება. და ეს იმიტომ, რომ აქ უკვე მოქმედია სამშვიდველის არა ის პირველი მდგომარეობა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, არამედ ცნობიერება, რომელშიც ჩართულია მე. სწორედ ამ თვალსაზრისიდან დავახასიათეთ ნეტარებათა აღთქმები, რომლებიც წინ უძღვის ქადაგებას მთაზე და კვლავაც ამავე სულისკვეთებით განვაგრძოთ მათეს სახარების შემდგომ განხილვას. მართალია არამეული ტექსტის ბერძნული თარგმანი სიზუსტის თვალსაზრისით მეტისმეტად სწოდავს და მაინც ამის მიუხედავად ბერძნულ ტექსტში გამუდმებით მიეთითება მასზე, რაც ოდესღაც ადამიანს შეეძლო განეცა და ნახევრად მძინარე მდგომარეობაში. მაგრამ თუ კი ადრე, რათა აღიქვა ესა თუ ის მნიშვნელოვანი რეალობა, ადამიანი უნდა განცალკევებოდა თავის მეს და ისე შეეღწია სულიერ სამყაროში, ამჯერად მას ეს ყველაფერი საკუთარი მეს ცნობიერებით უნდა აღექვა და გაეთავისებინა. მართლაც შეუძლებელია ამ ყველაფრის ბოლომდე გაგება, თუ კი არ გაითავისებ გარკვეულ წარმოდგენებს. თუ კი არ იცი რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ძველად სახელებს, აღნიშნებს და მათ გამოყენებას. ძველად სახელს აკუთვნებდნენ არა ნებისად, როგორც ჩვენს დროში, არამედ საქმის ვითარების სრული ცოდნის საფუძველზე. მთაზე ქადაგების სიტყვებიდან სრულიად აშკარაა, რომ თავად ქრისტე თავის თავს, როგორც მეს მატარებელს, მანამდე არსებულ მე შეგნებაზე უფრო მაღლა აყენებს. ეს ის დონეა, რომელზეც მეს ძალებს აღიქვას ცათასამეუფო, სწორედ ამიტომ აღვიძებდა ქრისტე. ბოდიში, ეს ის დონეა, რომელზეც მეს ძალუც აღიქვას ცათასამეუფო. სწორედ ამიტომ აღვიძებდა ქრისტე თავის მოწაფეთა სამშვიდველებში განსხვავებულობის განცდას. ციტატა. ადრე თქვენ გეუბნებოდნენ, ესა თუ ის გამოცხადება ცათასამეუფოდან გეძლევათ. ახლა კი ამგვარი გამოცხადება თქვენ თავადვე შეგიძლიათ იპოვოთ მასში, რასაც თქვენს მეში მოიყურადებთ. ანუ ქრისტე გრძნობდა, რომ იგი არის კაცობრიობის წარმომადგენელი, რომელიც ცოცხლობს გამოთქმაში მე ვარ. რუსულად არის я есмь. ამით აიხსნება მუდმივ განმეორებული ციტატა, ხოლო მე გეუბნებით თქვენ.
აგრეთვე მე ვარ ჩემი მე სრული შეგნებით. ჩვენ მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ გამონათქვამს ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომელიც გამუდმებით მეორდება მთაზე ქადაგებაში. ეს არის მუდმივი შეხსენება იმ იმპულსისა, იესო ქრისტემ კაცობრიობის ევოლუციას რომ მოუტანა. წაიკითხეთ ამ სულისკვეთებით ქადაგება მთაზე და იგრძნობთ, რომ ქრისტეს სურს თქვას. ციტატა: ადრე თქვენთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა თქვენი მეს დახმარება. ახლა კი იმის წყალობით, რაც მე მოგიტანეთ, თქვენ თქვენივე შინაგანი ძალით შეძლებთ თანდათანობით დაიუფლოთ ცათა სამეუფო. მთაზე ქადაგების სული ერთიანად გამსჭვალულია ადამიანური მეს აი ამ ახალი იმპულსით. ეგრეთ წოდებული სასწაულებრივ განკურნებებზეც იგივე უნდა ითქვას. ეს განკურნებები და სახელმწიფო სასწაულის პრობლემა გაუთავებელი დრამების საგანია. განკურნება ყოველთვის სასწაულს მიეწერება. მოდით ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. გუშინ გამოვკვეთე ერთი ფაქტი. თანამედროვეობა სავსებით იგნორირებს სახეცვლილებებს, მეტამორფოზებს, რომლებსაც ადამიანი ევოლუციის პროცესში განიცდის. ჩვენ რომ იესო ქრისტეს, ან უფრო ადრინდელი ეპოქის ადამიანის ფიზიკური სხეულის თანამედროვე ადამიანის ფიზიკურ სხეულთან შედარება შეგვეძლოს, თანაც არა ზოგადად, არამედ გარკვეული სიზუსტის დაცვით, მართლაც რომ განსაცვიფრებელ სხვაობას აღმოვაჩენდით. ცხადი ანატომიურად ამ სხვაობის დადგენა შეუძლებელია, ეს მხოლოდ ოკულტური კვლევისას ვლინდება. სახელდობრ ადრინდელთან შედარებით ფიზიკური სხეული უფრო მეტადაა გამკრივებული, შეკუმშული. ქრისტეს დროს იგი უფრო მოქნილი, უფრო ელასტიური იყო. ასევე სხვაგვარი იყო ადამიანის ინტელექტუალური ორგანიზაციაც. ადამიანებისთვის ცნობილი იყო სხეულის აღშენებელ ძალთა არსებობა. იმ დროის ადამიანთა კუნთებიც უფრო მკვეთრად იყო დანაკვთული. ხელოვნების ისტორია ერთობმიამიტურად ხსნის, რომ ანტიკურ ნახატებში მუსკულატურის კონტურების ასეთი უხეში ნაკვთულობა სხვა არაფერია თუ არა ჰიპერბოლიზმი და მხატვრის სათუო ნიჭიერება. ადამიანებმა არ იციან, რომ სხეულის ამგვარად ასახვა სავსებით ეთანხმიერება ანტიკური პერიოდის რეალურ ფაქტებს და ამ ფაქტებზე დაკვირვებების რეალური შედეგია. დღეს ჩვენს დროში მისი ნამდვილობა საეჭვო გახდა, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები. უბრალოდ აღნიშნავ გარემოებას გამომდინარე ადამიანური სხეულის ამგვარი მეტამორფოზიდან. წარსულში სამშვენიველის ძალა, სულის ძალა ადამიანის სხეულზე ბევრად უფრო ძლიერად ზემოქმედებდა, თუმცა ყისიერად, ხო? ვიდრე შემდგომში, როდესაც სხეული მეტად გამკვრივდა. ამიტომ სამშვენიელი სხეულის განკურნება წარსულში უფრო იოლი იყო. ესე იგი, სულის ძალა ადამიანის სხეულზე ბევრად უფრო ძლიერად ზემოქმედებდა, ხო? სამშვენიელი ბევრად მეტ ძალებს ფლობდა. მას შეეძლო სხეულის სულიერი სამყაროდან ამოწმდენილი განკურნავი ძალებით განემსჭვალა. და თუ კი სხეულში წონასწორობა ირღვეოდა, მას შეეძლო საკუთარი ძალებით აღედგინა მასში წესრიგი და ჰარმონია. სამშვენიველზე ალაპარაკი. მაგრამ ევოლუციის პროცესში სხეულზე სამშვენიველის ძალა უფლებამ თანდათან იკლო. შესაბამისად შეიცვალა მკურნალობის ხერხებიც, რომლებიც თავისი ბუნებით ადრე ბევრად სულიერი იყო. ადამიანები წარსულში ექიმებად რომ მიიჩნეოდნენ, არ იყვნენ ექიმები ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. ისინი ფიზიკურ სხეულზე სამშვენიველიდან ზემოქმედებდნენ. ისინი მათთვის ხელმისაწვდომი სულიერ მშვენიერი ზემოქმედებით წმენდნენ სამშვენიველს და ჯანსაღი გრძნობებით, იმპულსებით და სურვილებით ავსებდნენ. ეს ხდებოდა ადამიანის ნორმალურ, ანუ ფიზიკური სამყაროს აღქმადობის მდგომარეობაში, ან ეგრეთ წოდებული ტაძარში ძილის მდგომარეობაში, რაც იმ დროს ადამიანის ნათელმხილველურ მდგომარეობამდე მიყვანის ერთგვარი ხერხი გახლდათ. ამიტომ მაშინდელი პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სულით ძლიერ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი შინაგანი ძალების კონცენტრირება შეეძლოთ, ადამიანთა სამშვენიველებზე და ამდენად მათ ფიზიკურ სხეულებზე ზემოქმედების ძლიერი უნარიც გააჩნდათ. ამ ერთგვარ სულთ მსჭვალულ ადამიანებს
ვის შესახებაც ცნობილი იყო, რომ მათ კეთილმოქმედ ძალთა გამოსხივება ძალუძთ, კურნალებს უწოდებდნენ. ესე იგი, კურნალებს ვის უწოდებდნენ? იმ ადამიანებს, ვისაც შეეძლო კეთილმოქმედ ძალთა გამოსხივება. ეს ტერმინი გამოიყენებოდა არა მარტო თერაპევტების, არამედ ესელთა მიმართაც. მეცაც გეტყვით. მცირე აზიურ ენებზე, რომლებზეც მეტყველებდა პირველ ქრისტიან ადამიანთა უმრავლესობა, სიტყვა იესო ძირითადად სულიერად კურნალს ნიშნავს და ემოციური დატვირთვის თვალსაზრისით ეს მართლაც ზუსტი თარგმანია. მაგრამ მოდით იმდროინდელი კულტურის გარემოში გადავინაცვლოთ. იმ დროის ადამიანი აზრის გამოხატვის მაშინდელი ხერხის თანახმად ასე იტყოდა. არიან ადამიანები, რომლებსაც მისავალი აქვთ მისტერიებში. ამ ადამიანებს მეცნობიერების დაბინდვის ფასად შეუძლიათ კონტაქტი დაამყარონ გარკვეულ სულიერ ძალებთან, რომლებიც მათ გამჭოლ გარშემო მყოფ თეფინება და განკურნავად ზემოქმედებს მათზე. დაუშვათ, რომ ერთი ასეთი პიროვნება ქრისტეს დაემოწაფა. რას იტყოდა იგი? ასეთ შემთხვევაში მას შეეძლო ეთქვა: ჩვენ უჩვეულო მოვლენის მოწმენი ვართ. თუ კი ადრე მკურნალად გვევლინებოდა მხოლოდ ისინი, ვისაც სულიერი ძალები მეცნობიერების დაბინდვის ფასად ეძლეოდათ, ახლა ჩვენ შევხვდით ადამიანს, რომელიც მისტერიების გვერდის ავლით გახდა მკურნალი. ადამიანს, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა თავისი მეს სიმრთელე. უჩვეულო იყო არა ის, რომ განკურნება სულის ძალით იწარმოებოდა. მოთხრობა სულიერი მკურნალის მოვლენებაზე იმ ეპოქაში არავისგანაც ვიფრებდა. ნებისმიერი ადამიანი იტყოდა, არაფერია უჩვეულო, რომ ადამიანი სულის ძალით კურნავს. ეს სავსებით ბუნებრივიაო. აქ მთავარია ის, რასაც მახარებელი მათე წერს. აი ადამიანი, რომელმაც კაცობრიობაში არსობრივად ახალი ძალა დანერგა. ადამიანი, რომელმაც განკურნება თავისი მე იმპულსით მოახდინა, რაც ადრე არავის შეეძლო. იგი იყენებს ძალებს, რომლითაც აქამდე სნეულებები არ ინკურნებოდა. ამრიგად სახარების მოთხრობის აზრი მეტად ჩორსაა იმ მნიშვნელობისგან, რასაც მას ჩვეულებრივ ანიჭებენ. არაერთი ისტორიული ფაქტი შეიძლებოდა მოგვეშველიებინა ოკულტური წყაროებიდან მოპოვებულ მტკიცებულებათა ნამდვილობის დასტურად, მაგრამ ვფიქრობ, აქ ერთი მაგალითით საკმარისია. თუკი ჩვენს მიერ ზემოთქმული სიმართლეა, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ წარსულში უსინათლოები გარკვეულ პირობებში სულიერი ძალის ზემოქმედებით იკურნებოდნენ. ამიტომაც სრული უფლებით იმოწმებენ ამ თემაზე შექმნილ ანტიკურ ნახატებს. ჯ. მ. რობერტსონი, რომელიც წინა ლექციაში ვახსენე, ასევე გვიამბობს, რომ რომში არის სურათი, რომელზეც ასახულია, როგორ კურნავს ესკულაპე ბრმებს. აქედან იგი ასკვნის, რომ ამ სცენამ შთააგონა სახარების ავტორები თავიანთ მონათხრობში განკურნების ამბებიც ჩაერთოთ. მაგრამ აქ მთავარი ის კი არ გახლავთ, რომ იმხნად სულის ძალით განკურნება არსებობდა. მთავარია, რომ მხატვარს, რომელმაც ეს ნახატი დახატა, სურდა წარმოერჩინა, რომ ესკულაპე იყო ხელდასხმული, რომელმაც საკუთარი ცნობიერების დახშობის ფასად შეძლო მისტერიებში მოეპოვებინა განკურნავი სულიერი ძალები. სხვა მიზანი ჰქონდა მათეს სახარების ავტორს. მას უნდა ეუწყებინა, რომ ქრისტეს მიერი განკურნებები იყო სრულიად განსხვავებული. აქ მეს თავისი საკუთარი ძალით თანდათან უნდა განეხორციელებინა ის ერთადერთი და განუმეორებელი, რაც ქრისტეში იმპულსის ფორმით გამოხატული მთელი კაცობრიობის მონაპოვრად უნდა ქცეულიყო. ადამიანებს ეს ჯერ არ ძალუძთ. მაგრამ რაც ჩვენი ერის დასაწყისში ქრისტემ განახორციელა, დროთა განმავლობაში ყველა ადამიანის საკუთრებად უნდა იქცეს და ადამიანები კიდევ შეძლებენ ამ ძალის გამოვლენას. აი ამის თქმა სურს მახარებელ მათეს სასწაულებრივი განკურნებების ეპიზოდებში. ამრიგად ოკულტური მეცნიერების ინსპირაციაზე დაყრდნობით ვადასტურებ, რომ მახარებელი მათე არამც და არამც არ ესწრაფოდა აღეწერა სასწაულები. მის ერთადერთი მიზანი იყო მოეთხრო ბუნებრივ ფაქტებზე
თავისთავად ცხად ფაქტებზე, მას უნდა დაეჩვენებინა, რომ ეს ფაქტები სრულად ახლებურად ვლინდებოდა. აი ასე წარმოგვიდგება სინამდვილე, როდესაც მას გულმოდგინედ ვიკვლევთ და ასე გაჩნდა სახარებების გაგების თვალსაზრისით ყველაზე სერიოზული უზუსტობა. როგორღა უნდა გაგრძელებულიყო შემდგომი თხრობა რეალობასთან შესაბამისობის დაურღვევლად. ჩვენ დავინახეთ, რომ ქრისტესთვის ცდუნება იყო ყველა იმ გამოცდის განცდა, ადამიანი ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში დაშვებისას რომ გადის. მთაზე ქადაგების დროს და მის შემდეგაც, როდესაც ქრისტე სასწაულებრივ განკურნებებს ახდენს, მასში ვლინდება ძალა, რომელსაც ეს სხეულები ასხივებს. მაგრამ ამის შემდეგ მან კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას, როდესაც ქრისტე მოქმედებს იმავე ძალებით, რასაც მისტერიების ხელდასხმულები იყენებდნენ, ამ მოქმედებაში იგი თავის მოწაფეებს რთავს. მაგრამ მან აქაც სრულიად განსაკუთრებულ ხერხს უნდა მიმართოს. თუ გსურს გავიგოთ მათ ეს სახარების ის თავები, რომლებიც მოსდევს მთაზე ქადაგებას და მოთხრობას განკურნებაზე, ჩვენ როგორც ერთგვარი შემამზადებელი უნდა მოვიშველიოთ ზოგი რამ იმ ოკულტური ცოდნიდან, რაც წინა წლებში შევიძინეთ. ვიცით, რომ ოკულტური შემეცნების გზაზე მდგომი ადამიანი აღწევს ერთგვარ იმაგინაციურ ხილვას, რომელიც იდეა ხატსახეების ფორმით ვლინდება. ადამიანებს, რომლებიც მთაზე ქადაგებისას ქრისტეს გარემოიცავდნენ, ამ კეთილმაუწყებლობის არა მარტო მოსმენის უნარი უნდა შეეძინათ და არა მარტო უნდა მონაწილეობა მიეღოთ ქრისტეს მიერ განკურნებებში. მთავარი ისაა, რომ ქრისტე იესოში მოქმედი სასწაულებრივი ძალა თანდათან მათშიც, მის უახლოეს მონაწილეებშიც უნდა გარდაღვლილიყო. როგორაა ეს სახარებაში წარმოჩენილი. მოუქნელი და უხვეწავი სამშვენველისთვის ყველაფერი, რასაც ქრისტე ამბობს, ცარიელი სიტყვებია. მაგრამ თავად ქრისტეს მიერ რჩეული, მისით მართული, განვითარებული სამშვენველები სულ სხვაგვარად აღიქვამენ მის სიტყვებს. ქრისტეს სიტყვები მათში აღვიძებს იდეა ხატსახეებს და უფრო მაღალი შემეცნების საფეხურზე აღყავს ისინი. ამრიგად, ძალა, რომელსაც ასხივებდა ქრისტე, ორ მხრივზე მოქმედებდა. გარეგნული ადამიანები მისი სიტყვებიდან ერთგვარ თეორიას აყალიბებდნენ, ხოლო ადამიანებში, რომლებიც მის ძალას იყვნენ ზიარებულნი, რომლებიც მან ძირითადად კარმიდან გამომდინარე აირჩია და ამდენად შეეძლო მათთვის თავისი ძალა გადაეცა, ეს ძალა ბადებდა იდეა ხატსახეებს, შემეცნებას, რასაც ისინი სულიერი სამყაროს უმაღლეს საფეხურზე აღყავდა. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები. ისინი, ვინც გარეთ განან, სიტყვების მეც ვერას ისმენენ. ესე იგი, არ ძალუცთ ხატსახეებში აღიქვან ის, რაც სულიერ სამყაროში ხდება. ხოლო თქვენ გესმით ამ იგავების მნიშვნელობა, თქვენ გესმით ენა, რომელსაც ზე სამყაროებში აყავხართ. ეს სიტყვები ბანალურად არ უნდა გავიგოთ. ისინი გვაუწყებენ, რომ მოწაფეებს სწორედ ასეთნაირად განამაღლებდნენ სულიერ სამყაროებში. ახლა კი ვნახოთ, როგორ ხდებოდა ეს განმაღლება. იმისთვის, რათა აღვიქვათ ის, რასაც ახლა ვიტყვი, საკმარისი არ იქნება მხოლოდ მოსმენა. თქვენი სმენა უნდა განიმსჭვალოს მთელი იმ სულიერი ცოდნით, რაც აქამდე შეგიძენიათ. მინდა თქვენს კეთილ ნებას მიუმართო. მინდა მაქსიმალური სიზუსტით გადმოგცეთ ყველაფერი, რისი გახსნაც ეწადა მახარებელ მათეს ზოგიერთ ეპიზოდში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხელდასხმის ხერხები ორ განსხვავებულ გზას მოიაზრებს. ერთი გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში დაშვებას. ამ დროს ადამიანი სწავლობს საკუთარი ბუნების შემეცნებას. იგი ხვდება შემოქმედებითი ძალებს, რომლებიც თავად მასზე მუშაობენ. ხელდასხმის მეორე გზას ადამიანი სულიერ სამყაროში აღყავს. ამ გზაზე ადამიანი მაკროკოსმოსში ივრცობა. თქვენ იცით, რომ ამ პროცესს ადამიანი არაცნობიერად ყოველი დაძინების დროს გადის. ადამიანის ასტრალური სხეული და მე წყდებიან ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს. ვარსკვლავთა სამყაროში ივრცობიან. აქედან წარმოსდგება სახელწოდება ასტრალური, ანუ ვარსკვლავ სხეული. ლათინურად ასტრა ვარსკვლავს ნიშნავს.
და შთანთქავენ მის ძალებს. ანუ ვარსკვლავთა ძალებს. მათ ხელით იფთბებათ ყოველივე არსებულის არა მარტო ობიექტური სევდა, ობიექტური ხედვა ბოდიში, არამედ შესაძლებლობა ეძლევათ განივრცონ უსამანო, ანუ უსაზღვრო კოსმოსში, შეიმეცნონ ვარსკვლავთა სამყარო და დაიუფლონ ამ სამყაროდან ჩვენსკენ შთამოვლენილი ძალები. მაგრამ ყოველივე ის, რაც ადამიანში ამ გზით აღწევს, ქრისტესთვის მისი განსაკუთრებული ბუნების წყალობით ნათლობის მომენტიდანვე იყო ხელმისაწვდომი. გონების დაბინდვა მისთვის არ წარმოადგენდა კოსმოსში ყოფნის აუცილებელ პირობას. ვარსკვლავთ სამყაროს ძალებთან შერთვა და მათი ფიზიკურ სამყაროში ჩამოვლენა მას ცხადიერ მდგომარეობაშიც შეეძლო. ქრისტეს მოღვაწეობა შეიძლებოდა ასეთნაირად დაგვეხასიათებინა. მისთვის შენამზადები ფიზიკურ ეთერული სხეულების მიზიდულობის ძალთა მეშვეობით, მთელი თავისი არსის წყალობით, იგი დედამიწასთან დაკავშირებულ მზის, მთვარის და მთელი ვარსკვლავეთის, ანუ მთელი კოსმოსის ძალებს შთანთქავდა და როდესაც იგი მოქმედებდა, მასში იძროდა მაცოცხლებელი და გამკურნავი ძალა, რომელიც კოსმოსიდან ადამიანში ძილის დროს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს ბოდიში ფიზიკური და ეთერული სხეულების გარეშე ყოფნისას შთაედინებოდა. ეს იგი აქ ლაპარაკია რაზე, რომ ძილის დროს ჩვენი ასტრალური სხეული და მე ხომ ტოვებს ფიზიკურ და ეთერულ სხეულს. და როდესაც ჩვენი ასტრალური სხეული და მე შთანთქავს აი ამ ძალებს, კოსმოსის ძალებს, ხო, მასში იძროდა მაცოცხლებელი და გამკურნავი ძალა. ძალა, რომლითაც მოქმედებდა ქრისტე იესო, კოსმოსიდან მოედინებოდა იმის წყალობით, რომ მისი სხეული იზიდავდა ამ ძალებს. მისი სხეულის გამჭოლ კი ეს ძალა მის მოწაფეებსაც განივრცობოდა მოწაფეებსაც და მოწაფეებსაც თავიანთი აღქმადობის შესაბამისად შეეძლოთ იმის გაგება, რომ არსებიდან, რომელსაც ისინი ხედავენ, ანუ ქრისტედან მათკენ, ერთგვარი სულიერი საკვების მსგავსი კოსმოსის ძალები მოედინება და ეს ძალები იღვრებოდა მათში. მაგრამ თვითმოწაფეები ცნობიერების ორ განსხვავებულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ, რამე თუ ჯერ არ იყვნენ დაუფლებულნი ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობას. მაშასადამე ისინი მონაცვლეობით ცხოვრობდნენ ცნობიერების ორ მდგომარეობაში, რაც შეიძლება შევადაროთ ნორმალური ადამიანის ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობებს. ამ ორივე მდგომარეობაში შეეძლოთ აღიქვათ ქრისტეს მაგიური ძალა. ეს ძალა ზემოქმედებდა მათზე დღისით, როდესაც ისინი ხედავდნენ ქრისტეს და ზემოქმედებდა ასევე ღამითაც, როდესაც ისინი თავიანთი ფიზიკური და ეთერული სხეულების გარეთ იმყოფებოდნენ. მაშასადამე თუ კი ადამიანი ჩვეულებისამებრ კოსმოსში ივრცობა, მოწაფეებს ვარსკვლავთ სამყაროში ქრისტეს ხილვა შეეძლოთ. იგი მათ გვერდით იყო და მათ ესმოდათ საკვები ვარსკვლავეთიდან მათთან სწორედ ქრისტეს ძალას მოაქვს. ცნობიერების ეს ორმაგი მდგომარეობა მოწაფეთათვის კიდევ ერთი ასეთი შედეგით აღინიშნებოდა. ყველა ადამიანში, იესოს მოწაფეშიც კი, უნდა ვხედავდეთ იმას, რასაც იგი მოცემულ მომენტში წარმოადგენს და ამოვიცნოთ მასში დაუნჯებული ჩანასახი იმ თვისებებისა, რომლებიც სიმწიფეს მხოლოდ მომავალ ინკარნაციებში მიაღწევს. და თუ კი თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავში ცნობი ერყოთ ეს ჩანასახი, მაშინ ერთგვარი ნათელმხილველური წინხედვით უახლესი მომავლის განჭვრეტასაც შესძლებთ. ნათელხილვის პირველი ცდები, პირველი ნაბიჯები, თუ კი ადამიანის რახვები წმინდაა და გულწრფელი, ყოველთვის უშუალო უახლოეს მომავალს ხსნის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნათელხილვის პირველი ცდები, პირველი ნაბიჯები, თუ კი ადამიანის რახვები წმინდაა და გულწრფელი, ყოველთვის უშუალო უახლოეს მომავალს ხსნის. მოწაფეებშიც სწორედ ამ სრულიად განსაკუთრებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ცხადიერ მდგომარეობაში მათში ქრისტეს ძალები იღვრებოდა და ისინი ამას აცნობიერებდნენ.
მაგრამ რა ხდებოდა ძილის დროს? ქრისტეს მოწაფეობის წყალობით და ასევე ქრისტეს ძალის ზემოქმედების წყალობით ისინი ხანდახან ძილში ნათელ ხილვას იძენდნენ და შეეძლოთ ეხილათ არა იმდენად ის, რაც იმჟამად ხდებოდა, არამედ ადამიანის მომავალი. იძირებოდნენ რა ასტრალური ხილვების ზღვაში, ისინი ერთგვარად უშუალო მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. მოწაფეებშიც სწორედ ამ სრულიად განსაკუთრებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ცხადიერ მდგომარეობაში მათში ქრისტეს ძალები იღვრებოდა და ისინი ამას აცნობიერებდნენ, მაგრამ რა ხდებოდა ძილის დროს? ქრისტეს მოწაფეობის წყალობით და ასევე ქრისტეს ძალის ზემოქმედების წყალობით ისინი ხანდახან ძილში ნათელ ხილვას იძენდნენ და შეეძლოთ ეხილათ არა იმდენად ის, რაც იმჟამად ხდებოდა, არამედ ადამიანის მომავალი. იძირებოდნენ რა ასტრალური ხილვების ზღვაში, ისინი ერთგვარად უშუალო მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. მაშასადამე მოწაფეებს ცნობიერების ორმაგი მდგომარეობა ჰქონდათ. ერთ მდგომარეობაში მათ შეეძლოთ ეთქვათ: დღისით ქრისტეს ჩვენთვის კოსმოსური ზე სივრცეების სიღრმეებიდან მოაქვს სამყაროსეული ძალები და ამ ძალებით როგორც სულიერი საკვებით გვასაზრდოებს. იგი მზის ძალა და მისგან ვიღებთ ყველაფერს, რაც ზარათუსტრადან მოდის. იგი გადმოგცემს ძალებს, რომლებსაც მზე გვიგზავნის დღის 7 თანავარსკვლავედიდან. მათგანვე წარმოდგება დღის საზრდო. ხოლო ღამის შესახებ მათ შეეძლოთ ეთქვათ: ჩვენ ვხედავთ, როგორ აწვდის ქრისტეს ძალის მეშვეობით ჩვენ სამშვენველებს ზეციურ საზრდოს ღამის მზე, უხილავი ღამის მზე, დანარჩენი 5 თანავარსკვლავედის გავლისას. იმაგინაციური ნათელხილვის მდგომარეობაში მოწაფეებს შეეძლოთ ეგრძნოთ, რომ ისინი შეერთებული არიან ქრისტეს ძალასთან, მზის ძალასთან, რომელიც მათ სწორედ მათი ეპოქისთვის შესაფერის დროულ საზრდოს აწვდის. მე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქ ლაპარაკია მეოთხე კულტურის ეპოქის ადამიანებზე. ხოლო როდესაც მოწაფეების ჩვენ მეხუთეში ვართ ისე ჩანართის სახით. ხოლო როდესაც მოწაფეების ღამის ცნობიერების მდგომარეობაში, მოწაფეები ღამის ცნობიერების მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ისინი ქრისტედან, როგორც ღამის მზიდან, ღამის 5 თანავარსკვლავედის ძალას იღებდნენ და ეს საბოძვარი მხოლოდ შემდგომი მეხუთე კულტურისთვის იყო განსაზღვრული. აი ეს იცოდნენ მოწაფეებმა. როგორ შეიძლებოდა ამის გამოხატვა? მომდევნო ლექციაში ჩვენ დავუბრუნდებით ზოგიერთ გამონათქვამს, ახლა კი განვაგრძოთ ჩვენი მიმოხილვა. საგანთა განსაზღვრების ძველი ხერხის თანახმად, სიტყვა 1000 მრავალრიცხოვან ადამიანთა თავმოყრას აღნიშნავდა. ხოლო როდესაც სურდა დაეზუსტებინათ რაოდენობა, ამ 1000 ძირითადი მახასიათებლის აღნიშნული შესაბამისი ციფრიც ემატებოდა. მაგალითად, მეოთხე კულტურის ადამიანებს აღნიშნავდნენ როგორც მეოთხე 1000, ხოლო ისინი, ვინც უკვე მეხუთე კულტურის პირობებში ცხოვრობდნენ, მეხუთე 1000-ად სახელდებოდნენ. ამიტომ მოწაფეებს შეეძლოთ ეთქვათ: დღისით ჩვენ აღვიქვამთ მზის ძალებს, რომელთაც ქრისტე გვაწვდის დღის 7 თანავარსკვლავედიდან. ამით ჩვენ გვეძლევა მეოთხე ეპოქისთვის, მეოთხე 1000-ისთვის სადაგი საზრდო, ანუ შესაფერი საკვები. ხოლო იმაგინაციური ნათელხილვის მდგომარეობაში, რომელშიც ღამის 5 თანავარსკვლავედის მეშვეობით ვიმყოფებით, ჩვენ აღვიქვამთ იმას, რაც უახლეს მომავალს მეხუთე 1000 შეესაბამება. ამგვარად, მეოთხე ეპოქის ადამიანები 4000 დღის 7 თანავარსკვლავედიდან ზეციური შორეთიდან იღებენ საზრდოს, ანუ 7 ზეციურ პურს. ხოლო მეხუთე კულტურის ადამიანებს 5000 ღამის 5 თანავარსკვლავედიდან 5 ზეციური პური მიეწოდება. ამავდროულად ყურადღება გამუდმებით დღისა და ღამის თანავარსკვლავედთა თანხვედრის წერტილისკენ თევზის ნიშნისკენაა მიმართული. ესე იგი, დღისა და ღამის თანავარსკვლავედთან თანხვედრა ხდება თევზების ნიშანში. აქ ჩვენ საიდუმლოს პირისპირ ვდგავართ. რამე თუ მისტერიის მეტად მნიშვნელოვან ხატსახეზე მოწაფეებთან ქრისტეს მაგიურ კავშირზე მიგვენიშნება. ქრისტე მოწაფეებს უხსნის, რომ მას მხედველობაში აქვს არა ფარისეველთა ძველთა ძველი საკუთარი, არამედ ბუდიში ფარისეველთა ძველთა ძველი საფუარი. არამედ მზის ძალების წყალობით იგი მათ ზეციურ საზრდოს თავაზობს. თუმცა
ერთ შემთხვევაში მის განკარგულებაშია მხოლოდ დღის 7 პური, დღის 7 თანავარსკვლავედი. ხოლო სხვა შემთხვევაში ღამის 5 პური, ღამის 5 თანავარსკვლავედი და პირველი მეორისგან ყოველთვის გაშუალედებულია თევზებით, რომელთა მეშვეობითაც გადასვლა ხორციელდება. თანაც, რათა უკეთ იყოს გასაგები, ხსენებულია 2 თევზი. აქ ძალიან კარგია თუ წავიკითხავთ მათეს მე-14, მე-13, მე-15, უფრო სწორედ მათეს მე-14 თავის 13-22 და მე-15 თავის 22-39. ახლავე წავიკითხავ თქვენთან ერთად. ესე იგი მათეს მე-14 თავის მე-13-22 მუხლი. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდახფეხ მიჰყვა ქალაქებიდან. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს, უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე. გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად. მაგრამ იესომ უთხრა მათ, არ დასჭირდებათ წასვლა, თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ უთხრეს, რომ არაფერი გვაქვს 5 პურის და 2 თევზის გარდა? იესომ უთხრა მათ, აქ მომიტანეთ და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო 5 პური და 2 თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს. ყველამ ჭამა და გაცხა, ნარჩენებით კი გაავსეს 12 კალათი. ხოლო იყო მჭამელი ასე 5000-მდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდე თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. ახლა წავიკითხოთ მე-15 თავის 32 და 39. ხოლო იესო მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა, მეწოდება ეს ხალხი, რადგან უკვე 3 დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. უთხრეს მას მოწაფეებმა, სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ? ჰკითხა მათ იესომ, მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს 7 და ცოტაოდენი თევზი. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო 7 პური და თევზი. მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ხალხს. ყველამ ჭამა და გაწყა და გაავსეს ნარჩენებით 7 კალათი. ხოლო იყო მჭამელი 4000 კაცი, ქალების და ბავშვების გარდა. და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს. როდესაც მათეს სახარების ასეთ სიღრმეებში შევდივართ, ყოველგვარი ეჭვი ქარწყლდება. ყოველგვარი ეჭვი ქარწყლდება, რომ საქმე გვაქვს მოძღვრებასთან, რომელიც ზარათუსტრამდე აღწევს. ჭეშმარიტად მან პირველმა ახსენა მზის სული. იგი იყო პირველი, ვინც სათანადო უნარის მქონე ადამიანებს დედამიწაზე შთამოღვრილი მზის მაგიურ ძალაზე მიუთითებდა. რას ამბობენ ამის შესახებ ჩვენი ფუქსავატი კომენტატორები? მათ მიაჩნიათ, რომ მათეს სახარების მიხედვით მოწაფეებმა პირველად 4000 ადამიანი დააპურეს 7 პურით, ხოლო მეორედ 5000 ადამიანი 5 პურით. ისინი ამას აღიქვამენ როგორც უბრალო გამეორებას და ფიქრობენ, რომ უყურადღებო გადამწერებმა შეცდომა დაუშვეს, რაც ხშირად ხდება პრინციპში, და რომ მახარებელი მათე პირველად გვიამბობს 4000 ადამიანისთვის 7 პურიდან, ხოლო მეორედ 5000 ადამიანისთვის 5 პურიდან მომზადებულ ტრაპეზზე. აი რა შედეგი მოსდევს გადამწერის უყურადღებობას. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მსგავსი შეცდომა შესაძლებელია დაშვებულიყო ჩვენს დროში, მაგრამ სახარებები სხვაგვარად იწერებოდა. როდესაც სახარებაში ერთი და იგივე მოთხრობა ორჯერ არის განმეორებული, ამაში, როგორც ზემოთ იქნა ახსნილი, დიდი აზრი დევს. და სწორედ იმიტომ, რომ მათეს სახარება ინსპირირებული იქნა ესეელების უდიდესი მასწავლებლის იეშუ ბენ პანდირას უღრმესი მოძღვრებით,
ქრისტე მზეს მოვლინებამდე 100 წლით ადრე რომ ქადაგებდა, რათა ადამიანებში შეემზადებინა ამ მოვლენის გაგება. ჩვენც, რათა ნამდვილად გავიგოთ ეს სახარება, ფუძის ფუძემდე უნდა გამოვიკვლიოთ იგი. ახლა კი ჩვენ კვლავ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ. თავიდან ქრისტე თავის მოწაფეებში იმაგინაციური ხილვის ძალას, ასტრალურ ძალას ასხივებდა. ეს იყო ის, რაც მას შეეძლო გადმოეცა ასტრალური ხილვიდან. ამაზე ცავსებით ნათლად და მითითებული იმდენად ნათლად, რომ სურვილი გიჩნდება თქვა, ვისაც თვალი აქვს იკითხოს, როგორც წარსულში ამბობდნენ, ვისაც ყური აქვს, ისმინოსო. მაინც სად არის ეს მითითება, რომ ქრისტე მზის ძალა მოწაფეებს დღისით და ღამით განსხვავებულად ევლინებოდა. დიახ, ამაზე მითითებულია და თანაც ნათლად და მკაფიოდ. წაიკითხეთ მათეს სახარების ის მეტად მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ ღამის მეოთხე გუშაგობის დროს, ანუ გამთენიის 3 და 6 საათს შორის მძინარე მოწაფეებმა შენიშნეს, რომ ტბის ზედაპირზე ვიღაც მიდის და მოჩვენებად მიიჩნიეს იგი. სინამდვილეში ეს იყო მზის ღამეული ძალა, ქრისტედან უკუპენილი. აქ მითითებულია ზუსტი დრო, ვინაიდან მოწაფეები შესაძლოა გაფრთხილებულებიც იყვნენ, რომ ისეთი არსების წყალობით, როგორიც არის ქრისტე, კოსმოსის ეს ძალა მათ მხოლოდ გარკვეულ დროს შეიძლება მიუახლოვდეს. ის ფაქტი, რომ ქრისტეს ძალა პალესტინაში იყო მედიუმი, რომლისგანაც მზის ძალა დედამიწაზე მოქმედებს, ყოველთვის ხაზგასმულია იმ ადგილზე მითითებით, სადაც მდებარეობს მზე და ასევე მიეთითება მზის დგომაზე თანავარსკვლავედებთან, ზეციურ არსებებთან მიმართებაში. სახარების ავტორი გამუდმებით უბრუნდება კოსმოსური ძალების ამ ქრისტეს მიერ ჩარევას. მეცაც გეტყვით, ქრისტეს თავისი მოწაფეები, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც საამისოდ მზად იყვნენ, სრულიად განსაკუთრებული ხელდასხმით უნდა აღემაღლებინა. ქრისტეს მათთვის მისავალი უნდა გაეხსნა მარტო იმაგინაციურად აღქმულ სულიერ სამყაროში. არა მარტო იმაგინაციურად აღქმულ სულიერ სამყაროში, არამედ ასევე დევაჰანში და თანაც არა მარტო ხედვიდან, არამედ ასევე სულიერი სმენიდანაც. აი დევაჰანი ხო გახსოვთ, ეს არის სულის მდგომარეობა უკვე სიკვდილის მერე. მაშინ სულიერ ღვთომილებათა აღქმის უნარი მოწაფეებს ზესამყაროებში ამაღლებისას იმ არსთან შეხვედრასაც შეაძლებინებდა, ვისაც ისინი ფიზიკურ პლანზე იცნობდნენ, როგორც იესო ქრისტეს. მოწაფეებს ასტრალურ პლანზე უფრო მაღალ სფეროთა ნათელხილვა უნდა შეეძინათ. ყველა მოწაფე როდი ფლობდა ამ უნარს. ეს შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც უფრო ძლიერად აღიქვამდა ქრისტედან გამოსხივებულ ძალას, ანუ მათეს სახარების თანახმად პეტრეს, იაკობს და იოანეს. ამიტომაც გვიამბობს სახარება, რომ ქრისტეს ეს სამი მოწაფე სხვებთან შედარებით უფრო მისაწვდომი მისი ზემოქმედებისთვის ასტრალური პლანის საზღვრებიდან გახყავს დევაჰანის სფეროში, სადაც მათ შეუძლიათ განჭვრიტონ დასაბამიერი წინარე ხატები, არქეტიპები, ჯერ თავად ქრისტე იესოსი, ხოლო შემდეგ, რათა შეძლონ წვდომა მისი კავშირის დანარჩენებთან, წინასწარ მეტყვე ილიასი, რომელიც ახალ განსხეულებაში მოგვევლინა როგორც იოანე, ქრისტეს წინამორბედი და ნათლისმცემელი და კიდევ ერთ-ერთი მისი სულიერი წინამორბედის მოსესი. ეს ხდება იოანე ნათლისმცემლის თავკვეთის შემდეგ, ანუ როდესაც იგი უკვე სულიერ სამყაროშია გარდასული. ფერიცვალება მათეს მე-17 თავი 1-დან 13-მდე. ხა წავიკითხოთ. 6 დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით. დაიცვალა მათ წინაშე ფერი და გაბრწყინდა მისი სახე როგორც მზე და გათეთრდა მისი სამოსი როგორც ნათელი. და ახლა მოევლინენ მათ მოსე და ელია იესოსთან მოსაუბრენი და უთხრა პეტრემ იესოს, უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას, თუ გნებავს გაგიკეთებთ სამ კარავს, ერთ შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას. სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო,
რომ აჰა ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბებ მე, მას უსმინეთ. ეს რომ ჩაეს მათ მოწაფეებს, შეწრწუნებულნი პირქვე დაემხნენ, მაგრამ მივიდა იესო ხელი შეახუმათ და უთხრა: ადექით, ნუ გეშინიათ. და როცა ზე აიხედეს, ვერავინ დაინახეს იესოს გარდა. ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა და უთხრა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით. ჰკითხეს მას მოწაფეებმა და უთხრეს, რატომ ამბობენ, წიგნობარნი პირველად ელია უნდა მოვიდესო. ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს. მაგრამ გეუბნებით თქვენ, ელია უკვე მოვიდა და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ, იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ. ეს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ ერთი პირობით. სახელდობრ სამივე რჩეული მოწაფე აღვლენილ იქნა სულიერ ხედვაში და არა მარტო ასტრალურში. და მათ მართლაც მიაღწიეს დევახანს, რისი დასტურიცაა მათეს სახარების სიტყვები, რომ ისინი არა მარტო ჭრედნენ ქრისტეს და მის მზიურ ძალას, სახე მისი მზეებ რნათობდა, ხო? არამედ მისი ელიასთან და მოსესთან საუბარიც ესმოდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სწორედ დევახანში ამაღლებაზეა ლაპარაკი. მათ ესმით, როგორ საუბრობენ ერთმანეთში ქრისტე, ელია და მოსე. ყველაფერი ნათლად და კონკრეტულად სულიერი სამყაროს ნიშნეულობათა შესაბამისადაა გადმოცემული. ამას ადასტურებს ოკულტური კვლევა და არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს ჩვენ მიერ ზემოთქმულსა და იმ აღწერილობებს შორის, რომლებიც ნათელყოფს თუ როგორ განამაღლებს ქრისტე თავის მოწაფეებს ჯერ ასტრალურ, ხოლო შემდეგ დევახანის სფეროში, სულიერ სამყაროებში. მას შესაძლოა მათეს სახარებაში განსახიერებული ქრისტე მატარებელია იმ ძალისა, რომლის შესახებაც ოდესღაც ზარათუსტრა ლაპარაკობდა როგორც მზის ძალაზე. და ამ მზის ძალაზე აურამას დაო, ან ორმუზზე, რომელზეც ზარათუსტრა შეეძლო ეთქვა მხოლოდ ის, რომ იგი ცხოვრობს მზეზე. მათეს სახარება სრული სიმართლით მოგვითხრობს, რომ იგი ცხოვრობს დედამიწაზე, იესო ნაზარეველის სხეულში. ეს ძალა ისე ძლიერად დაუკავშირდა დედამიწას, რომ მხოლოდ ერთხელ შემოსული ფიზიკურ ეთერულ ასტრალურ სხეულებში იგი მიწიერი ევოლუციის იმპულსად იქცა და მომავალში თავისი არსით უფრო და უფრო ღრმად გამსჭვალავს მას თავისი არსით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მე არსი ცხოვრობდა დედამიწაზე და დასაბამი დაუდო ისეთ მიწიერ ცხოვრებას, რომ დროთა განმავლობაში მრავალჯერად ინკარნაციების პროცესში ადამიანები შეძლებენ შეინიფთონ აღნიშნული მე. თანაეზია რომ ქრისტეს საკუთარ არსში მიიღონ ქრისტეს არსი იმ გაგებით, როგორც ეს მოციქულ პავლეს აქვს აღწერილი. ინკარნაციიდან ინკარნაციაში მთელ იმ დროის მანძილზე, რაც დედამიწა არსებობს, ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან თავიანთი სამშვენელი გამსჭვალონ ქრისტეს ინდივიდუალობით, რომელიც ოდესღაც რეალურად ცხოვრობდა დედამიწაზე, სულ უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს დაიუფლებენ ოდესღაც მათ, ვინც ამისთვის მზად იყვნენ შეძლეს ფიზიკური თვალით ეხილათ ქრისტე ნაზარეველი იესოს სხეულში. საჭირო იყო, რომ ქრისტე, რომელიც მანამდე აღიქმებოდა როგორც მხოლოდ მზის სული, ერთადერთხელ მიწიერი განვითარების პროცესში მთელი კაცობრიობისთვის ჩამოსულიყო დედამიწაზე, რათა მიწიერ ძალებს შერთვოდა. და ადამიანი ის არსებაა, რომელშიც უნდა დაისადგუროს მზის ცისკროვანი ძალის მთელმა კრებითობამ, ძალისა, რომელიც ერთადერთხელ დაეშვა დედამიწაზე და ადამიანის ფიზიკურ სხეულში იცხოვრა. იმ დროიდან იხსნება ახალი ეპოქა. მზის ძალა უფრო მეტი ძლიერებით შემოდის ადამიანებში და ისინიც ინკარნაციიდან ინკარნაციაში, რამდენადაც მათ ამის საშუალება აძლევს ფიზიკური სხეული, სულ უფრო და უფრო იმსჭვალებიან ქრისტეთი. ბუნებრივია, ყველა ფიზიკური სხეული ვერ ფლობს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ესოდენ რთული გზით მომზადდა ორ იესოსში და რომლებიც შემდგომში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე განამაღლა ზარათუსტრამ, რათა ამ სხეულში ერთადერთხელ სრულად განსხეულებულიყო ქრისტეს არსი. ადამიანები, რომლებიც ამას მოისურვებენ,
თავადაც შეძლებენ გამსჭვალულ ქრისტეს, განიმსჭვალონ ქრისტეს ძალით. გამსჭვალონ ქრისტეს ძალით ჯერ შინაგანი, შემდეგ კი თანდათანობით თავიანთი გარეგანი არსებაც. მომავალმა არა მარტო უნდა გაიგოს ქრისტე, არამედ განიმსჭვალოს მისით. ბევრ თქვენგანს მე უკვე ავხსენი, როგორ უნდა პროგრესირდეს ქრისტესთან ამგვარი თანაზიარობა ადამიანის მიწიერი ევოლუციის პროცესში. როზენკროიცერულ მისტერიაში ხელდასხმის კარიბჭე ნათელმხილველი თეოდორა, რომელსაც განვითარებული აქვს უახლოესი უშუალო მომავლის ხედვა, ამბობს, რომ მივეშურებით იმ მართლაც ახლო დროისკენ, როდესაც ადამიანები თავიდან მცირე რიცხოვანი, ხოლო შემდეგ უფრო და უფრო მეტი შეძლებენ ქრისტეს ხილვას არა მარტო სულიერი ვარჯიშების გზით, არამედ იმის წყალობით, რომ მთელი კაცობრიობა განვითარების გარკვეულ საფეხურზე განმავლდება. მაგრამ ამ დროს ადამიანები ქრისტეს იხილავენ არა ფიზიკურ, არამედ ეთერულ სამყაროში. უფრო შორეულ მომავალში კი შეძლებენ იხილონ იგი კიდევ სხვა ახალ ასპექტში. ფიზიკური ფორმით იგი მხოლოდ ერთხელ გაცხადდა. ფიზიკურ პლანზე მცხოვრებ ადამიანებს ერთხელ უნდა გაევლოთ ეს განცდა. მაგრამ ქრისტეს იმპულსის მიზანი განუხორციელებელი დარჩებოდა, თუკი იგი შეწყვეტდა მოქმედებას, თუკი იგი კვლავაც არ განვითარდებოდა. ჩვენ ვუახლოვდებით ეპოქას და ეს უნდა აღიქმეს როგორც წინასწარ მაუწყებლობა, როდესაც ადამიანის უმაღლესი შესაძლებლობები საშუალებას მისცემს მას განჭვრიტოს ქრისტე დედამიწაზე მე-20 საუკუნის ბოლოს. ჭეშმარიტად დედამიწაზე იქნებიან თეოდორას მსგავსი ადამიანები. სულისადმი გახსნილი მათი მზერისთვის მისაწვდომი იქნება მოციქულ პავლეს განცდა დამასკოს გზაზე. ხილვა, რომელიც მან ჯერ კიდევ იმ ეპოქაში განიცადა, რადგან ნაადრევად იყო დაბადებული დედამიწაზე. დიახ, უკვე მე-20 საუკუნეში ადამიანთა გარკვეულ რიცხვს მიეცემა ქრისტეს მოვლენების განცდა, როგორც ეს განიცადა მოციქულმა პავლემ დამასკოსთან და მათ ასევე, როგორც მოციქულ პავლეს, ქრისტეს გაგებისთვის არ დასჭირდებათ არც ახარება და არც სხვა რომელიმე ძეგლი. მათ ყველაფერი ეცოდინებათ შინაგანი გამოცდილებიდან. ქრისტე მათ ეთერული ხატით მოევლინება. ამრიგად ეთერულ ასპექტში მოხდება ქრისტეს თავისებური დაბრუნება. და იგი მოევლინება ადამიანებს, როგორც ადრე პავლეს, მის წინასწარ განჭვრეტაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენი საუკუნის დასასრულს პავლეს გამოცხადების ანალოგიური ეთერული ფორმით მოვლინება იმ არსისა, რომელიც ჩვენი ერის დასაწყისში ფიზიკურ სხეულში ცხოვრობდა, აუცილებლად გამომდინარეობს თავად ქრისტეს მოვლენების ფაქტის ბუნებიდან. და თუკი ადამიანები უფრო და უფრო განავითარებენ საკუთარ თავში მაღალ, სულიერ შესაძლებლობებს, ისინი ქრისტეს არსის ბუნების მთელი სისრულით შემეცნება შეძლებენ. ქრისტე მეორედაც ფიზიკურ სხეულში რომ მოვდრენილიყო, ეს არავითარი ახალი ხდომილება არ იქნებოდა. ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ იგი პირველადაც ამაოდ მოვიდა დედამიწაზე და რომ მისი პირველი მოსვლით ადამიანში არ განვითარდა უმაღლესი შესაძლებლობები. ქრისტეს მოსვლის შედეგი კი სწორედ ადამიანში უმაღლესი შესაძლებლობების განვითარებით განისაზღვრებოდა. იმ ნიჭისა და შესაძლებლობების, რომლებიც მას საშუალებას მისცემს იხილოს ქრისტე იქ, სადაც იგი მოქმედებს, ანუ იხილოს უმაღლეს სულიერ სამყაროებში. თუკი გაცნობიერებული გვაქვს თანამედროვეობის ისტორიული ბრძოლის აზრი, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ვალია ჩავთვლეთ ამ მოვლენას როგორც ფაქტს, განუყოფილს ჩვენი თანამედროვე ისტორიისგან. გავიგოთ იგი იმ მიმართებით, იმ სულის დებით, როგორითაც ესეელთა მოძღვარი იეშუ ბენ პანდირა წინასწარმეტყველურად აუწყებდა თავის თანამედროვეებს ლომზე, რომელიც დავითის შტოდან უნდა წარმომდგარიყო, ანუ მიუთითებდა მზის ძალაზე ლომის თანავარსკვლავედში. და აქ მე მინდა ქარაგმულად თქვა, რომ ბოდჰისატვას მიერ ინსპირირებულ იეშუ ბენ პანდირას, რომელიც ერთხელაც მაეტრეა ბუდა გახდება კაცობრიობის სასიკეთოდ და მის და ბედად რომ შეძლებოდა ჩვენს დროში განსხეულება, მისი უმთავრესი და უწინარესი ამოცანა იქნებოდა მაუწყებლობა ეთერულ ქრისტეზე, ეთერული იერით მის გამოვლინებაზე, მის მოვლინებაზე.
ამასთან იგი ხაზგასმით აღნიშნავდა იმ ფაქტსაც, რომ ქრისტე ფიზიკურად მხოლოდ ერთადერთხელ განსხეულდა. დაუშვათ, რომ იესუ ბენ პანდირა, რომელიც 105 წლით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე რიცხვამდე ქვებით ჩაქოლეს, კვლავ დაიბადა ჩვენს დროში და იუწყება ქრისტეს მოვლენებას. ამ შემთხვევაში მან უნდა განაცხადოს, რომ ქრისტე მოვა არა ფიზიკურად, არამედ ეთერული სახით, როგორც იგი პავლე მოციქულს გამოეცხადა დამასკოში. და სწორედ ამგვარი უწყება იქნებოდა დასტური იმისა, რომ იესუ ბენ პანდირა კვლავ განსხეულდა ჩვენს დროში. მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ახალი ესეელობის აღიარება. მისგან, ვინც მომავალში განსხეულდება, როგორც მაეტრეა ბუდა, ჩვენ უნდა შევიტყოთ, თუ როგორ მოევლინება ჩვენს ეპოქას ქრისტე. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, რათა არ დავემონოთ ცრუ წარმოდგენებს და არ შევცდეთ იმის მიმართებით, რაც კვლავ უნდა აღდგეს ჩვენს დროში. არის ერთი ზუსტი ნიშანი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ამოვიცნოთ ჩვენს დროში დაბადებული იესუ ბენ პანდირა, სახელდობრეს ადამიანი თავს ქრისტედ არ გამოაცხადებს. ვინც დღეს დაიწყებს მტკიცებას, რომ მასში განსხეულებულია ბუდა, უпростоრედ განსხეულებულია ძალა, რომელიც ოდესღაც ნაზარეველი იესოში სუფევდა, ის თავად განააშკარავებს, რომ იგი არ არის ქრისტე, ის წინამორბედი, რომელიც ჩვენს ერამდე 100 წლით ადრე ცხოვრობდა. სწორედ ამგვარი მტკიცება იქნება ყველაზე ზუსტი ნიშანი იმისა, რომ მას არაფერი აქვს საერთო ამ პიროვნებასთან და არის თვითმარქვია. ამ მიმართებით საშიშროება დიდია. დღეს კაცობრიობა ორ უკიდურესობას შორისაა გახლართული. ერთი მხრივ, ჩვენი დროის ადამიანებს ამგვარ პიროვნებებში სულიერ ძალთა შესაძლო განსხეულების აღიარების მცირედი ტენდენციაც არ აღენიშნებათ. ყველასთვის ცნობილია, რომ თუკისადმე თავი იჩინა სულიერმა ძალამ, ძეხორციელიც არ მოიძებნება იმ უნარითა და ძალგულოვნებით დაჯილდოებული, რომ ეს ფაქტი აღიაროს. თანამედროვეობის მოუაზრებლობა გახლავთ მიზეზი იმისა, რომ დღეს შესაძლოა დაიბადონ ადამიანები უდიდესი ინდივიდუალობები, მაგრამ არავინაა ამის გამაცნობიერებელი. ეს ინდივიდუალობები მოვლენ და წავლენ ხალხისგან შეუმჩნევლად. მაგრამ შესაძლებელია სხვა შეცდომაც, რომელიც სხვა ეპოქებშიც აღინიშნებოდა. მაღალსულიერი ინდივიდუალობების დაუფასებლობასთან ერთად, რაც თავისი უკიდურესი ფორმით ვლინდება როგორც მათი სრული უარყოფა, ადამიანებში გავრცელებულია ვინმეს გაღმერთების და ცამდე აყვანის უძლიერესი მოთხოვნილება. დააკვირდით, როგორ ვლინდება დღეს ეს მოთხოვნილება სხვადასხვა პარტიებსა და საზოგადოებებში, რომლებიც დღეს თავთავიანთ მესიებს გვთავაზობენ. როგორც ითქვა, ასეთი მოვლენა ყოველთვის ყველა საუკუნეში არსებობდა. მაგალითად, მაიმონიდი, მე-12 საუკუნის სწავლული რაბინი, ებრაელთა მიერ პლატონის ღირსების დონის ფილოსოფოსად აღიარებული. იუწყება ცრუ ქრისტეზე, რომელიც საფრანგეთში გამოჩნდა 1127 წელს. ერთხანობა მას მრავალრიცხოვანი მიმდევრები ჰყავდა, მაგრამ სამოქალაქო ხელისუფლებამ წამებით სიკვდილი მიუსაჯა. იგივე მაიმონიდი ამბობს, რომ ზემოხსენებულ ისტორიამდე 40 წლით ადრე ესპანეთში, კორდოვაში გამოჩნდა კიდევ ერთი თვითმარქვია ქრისტე, ხოლო კიდევ უფრო ადრე, მე-12 საუკუნის დასაწყისში, მაროკოში, ფეცაში ცხოვრობდა ერთი ცრუ მესია, რომელიც მასზე უფრო მაღალი ინდივიდუალობის მოვლენებას წინასწარმეტყველებდა. და ბოლოს არსებობს ცნობა, რომ სპარსეთში 1157 წელს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მართალია თავს ქრისტედ ასაღებდა, მაგრამ მის მოვლენებაზე იუწყებოდა. ასეთი თვითმარქვეებიდან ყველაზე ცნობილი იყო საბატაი ცევი სმირნადან, რომელიც 1666 წელს ცხოვრობდა, მასზე ადრეც მილაპარაკია. ეს პიროვნება, რომელიც განსხეულებულ ქრისტედ აცხადებდა თავს, საშუალებას იძლევა ზუსტად შევისწავლოთ ცრუ მესიის ბუნება და მისი ზემოქმედება გარშემო მყოფ ადამიანებზე. სმირნადან ხმა გავრცელდა, საბატაი ცევის სახით ქვეყანას ახალი ქრისტე მოევლინაო. არ იფიქროთ, რომ ამ ცნობამ იმ ეპოქისთვის შეუმჩნევლად ჩაიარა. ახალი მესიის სანახავად მთელი ევროპიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სამხრეთ რუსეთიდან, ჩრდილო აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან უამრავი ხალხი დაიძრა. მალე ეს ყველაფერი მსოფლიო მოძრაობაში გადაიზარდა და სანამ ამ მესიამ თვითონ არ გასცა თავისი თავი, სანამ არ გამომზეურდა მისი ინტრიგები,
მთელ მის მცდელობას დაერწმუნებინა ხალხი, რომ იგი არ არის ნამდვილი ქრისტე, შედეგი არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, ეს განაცხადი მას ძვირად დაუჯდებოდა, ვინაიდან აქ იგი უამრავი ადამიანისთვის დოგმად ქცეულ მრწამს უნდა შეჯახებოდა. მართალია, ამგვარი ცდომილებანი ქრისტიანულ სამყაროში არც ისე ხშირია, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ეს ღამლამისა ყოველდღიურად ხდება. ადამიანებს მოთხოვნილება აქვს იხილოს მიწიერი განსხეულებული მესია. ქრისტიანულ ქვეყნებში საქმე ძირითადად ვიწრო წრეებით იფარგლება, მაგრამ ქრისტეები აქაც ხვდება. სულიერი ცოდნის წყალობით, სულისმეცნიერული განმარტებების წყალობით და ოკულტური მონაცემებში ჩახმავებით ამ შეცდომის აცილება შესაძლებელი. და როდესაც ადამიანები გაიგებენ დედამიწაზე ქრისტეს ხელმეორად მოვლინების შესაძლებლობას, ისინი კიდევ უფრო ღრმად ჩაწვდებიან ჩვენი ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის არსს. ადამიანებს ძალოთ სულიერ ცხოვრებაში ჩაღრმავებით იმონაწილეონ ესეელობის თავისებურ აღორძინებაში, იმ მოძღვრების აღორძინებაში, რომელმაც იეშუ ბენ პანდირას ბაგეებით ოდესღაც ადამიანებს ქრისტეს მოვლინება, როგორც ფიზიკური მოვლენა აუწყა. თუ კი დღეს უნდა აღორძინდეს ესეელების მოძღვრება, თუ კი გსურს ვიცხოვროთ არა ძველი ბოთისათვას ტრადიციების სულისკვეთებით, არამედ ახალი ბოთისათვას ცოცხალი სულით, ჩვენ უნდა მივიღოთ მისი ინსპირაცია, ვინც მომავალში გახდება მაიტრეა ბუდა. ეს ბოთისათვა კი მაშინ ინსპირირებს ადამიანებს, როდესაც ისინი თავის ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ ფაქტზე. ახლოსაა დრო, როდესაც ქრისტე ახალ ეთერულ ფორმაში ესეელების აღორძინებული სიბრძნით ძალმოსილ ადამიანებს თავის ცხოველმყოფელ მადლს მოფენს და თავისი ახალი მოვლენებისთვის შეამზადებს. ჩვენი სურვილია ვილაპარაკოთ იმ ბოთისათვას ინსპირაციის სულისდებით, რომელიც მომავალში მაიტრეა ბუდა გახდება. ჩვენ არ ვაღიარებთ ქრისტეს არც ერთი იმ რელიგიური აღსარებლობით, რომელიც ქადაგებს, რომ ქრისტე კვლავ ხილულად მოევლინება ფიზიკურ სამყაროს და არც იმის აღიარების გვეშინია, რომ რაღაც ამგვარი კიდეც რომ თქმულიყო, ჩვენთვის ეს არ იქნებოდა მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ამას უშუალოდ ჭეშმარიტების წიაღში ვიმეცნებთ. ასევე ჩვენ არავითარ უპირატესობას არ ვანიჭებთ ამა თუ იმ აღმოსავლურ რელიგიას. ჩვენ ცხოვრობთ ჭეშმარიტებისთვის და ყველაფერი, რასაც ვამბობთ ქრისტეს მომავალ მოვლენებაზე, ვამბობთ იმ ფორმით, რომელიც თვით ბოთისათვას მიერაა ინსპირირებული.